Elis albათ 15-20 წუთი არის. ეს wirelines არის, ეს fracking-ის არის, ეს ტრუბები დღეს ჩვენ უნდა ჩავალაგოთ, ჩვენი რიგია. იქით pump truck-ია. და ეს არის რიგი თვითონ. უნდა გამოვალაგო ხელსაწყოები ამ ყუთშია. ადვილი დასამახსოვრებელი არის, რას ხმარობ, იმიტომ რომ უმეტესად იგივე ერთ და იგივე ხელსაწყოებს ხმარობ ყოველ დღე. მე საწერია თავისი ზომები, ყველას დღის ბოლოს თავის ადგილას დებ. და ესენი მოგოქვს კიდევ აი აქ. ეს თვითონ უკვე სადაც ფლორი ქვია მას. ეს რანჩები უმეტესად იხმარება ფლორზე, ამიტომ ამებს აქ დავკიდებ. ჩაქუჩი რჩება გარეთ, მაგრამ დანარჩენი ხელსაწყოები ყველაფერი უკან მიდის და იკეტება დღის ბოლოს. მოკლედ ეს არის რა. ესენი გვინდა და ყველაფერი უნდა იყოს ორი. ეს არის კავერალი, ამას სამსახურში გაძლევენ ყოველ დღე სხვადასხვა გაცია, რომ გარედან რამე რო გესხნება, შინ დასმელი არ დაისვათ, მაგრამ ხანდახან მაინც ისრება ხოლმე. იქით არის pump truck-ი, ეს არის რიგი, ეს არის dog house-ი, სადაც ვისვენებ და რიგ მენეჯერი ზის თველი დღე, light plant-ი, ეს wireline-ის ბიჭები არიან. ეს არის რა. დღეს wirelines აქვს რაღაც საქმეები, მე ჩვენ უნდა ჩავდოთ 170 ტრუბა, მილი და მე ხვალ fracking-ი მოდის. ეს მილები და იქ რაც კიდია. და აქ არის BOP, ამოხეთქვის საწინააღმდეგო მანქანა არის. ტარპით არის შემოფარული და იქ ფეჩი აქვს, რომ ღამე არ გაიყინოს. ეს არის ბოილერის მენი. -27 არის გარეთ. ეს მომეხადა, ვაიცა. კოდი. აიმე, და კიდე არ ვართ მორჩენილები 8 საათი არის საღამოს. 12 საათი, 13 საათია მუშაობთ. და გაჩვენებთ გარეთ ისინი რა შვებიან. მოკლედ, 13 საათია სამსახურში ვარ. ალბათ კიდე საათნახევარი ვიქნებით აქ. აქედან საათი და 15 წუთია ოფისამდე, იქიდან 5 წუთი სახლამდე და დილით 6 საათზე ისე ოფისში უნდა ვიყოთ და 8-ზე აქ. საგიჟეთი იყო დღეს სამსახურში. პიცა მოგვიტანა ეხა რა ქვია კარმენი არის, ანუ საიტის უფროსი ვინც არის და თითო ვეცვლებით ერთმანეთს, რიგი არ ჩერდება, თითო კაცი ეცვლება ერთმანეთს, რომ 10 წუთი შემოდი, ჭამე, გადი. ბოლოს შესვენება მქონდა დაახლოებით 6 საათის წინ. ასე რომ რიგზე სამუშაობას თუ ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, რომ ესეთი სიტუაცია ხშირადაა. ყველაფერი მივალაგეთ და წავალთ რედიში უკან. საათი და 15 წუთი არის გზა. ხა გეტყვით რომელი საათია ახლა? 10:30 არის ზუსტად, ესე იგი 6-ზე გამოვედით შოპიდან. 9:30-ზე აქ ვიყავით, 8-ზე დავიწყეთ მუშაობა და 9-ზე მოვრჩით. 13 საათი ესე მუშაობა გამოვიდა, 2 საათნახევარი გზა გამოვა.
გზისას ცალკე იხდიან, ოღონდ ხელფასის რაოდენობას იხდიან მხოლოდ მაშინ, როცა მთელი რიგი მიდის, ანუ კოლონა გადის, მაშინ გიხდიან ჩვეულებრივ, რასაც საათობრივად გიხდიან და ყოველ დღე შოპიდან აქ რომ მოყავხარ drillers, მაგაში გიხდიან საათში $20 თუ არ ვცდები. ხო? ეგეთი ამბავი არის. მთელი თვე სახში ვიჯექი და ეხლა 2 კვირა არ გავჩერებულ ვარ. იმედი არ გავჩერდები გაზაფხულამდე. კანადური ამინდი. ჩემწინ მიდის pump truck-ი. მივყვები მე, უკან მომყვება crew truck-ი. Pump truck-ის წინ მიდის რიგი, იმის წინ მიდის 5 ტონიანი. ეს არის ნავთობის ჭაბურღილი. გაზის ჭაბურღილს ეს ზემოდან არ აქვს. გაზი თავისთან მოდის, საკაჩავებელი არაფერი არ არის. აი ამ პატარა მილს თუ ხედავთ, ბოლომდე ჩადის წვრილი მილი, რომელსაც გარშემო რაღაც პლასმასები აქვს და ეგ აკაჩავებს, ამოაქვს ნავთობი. სადის ჩამოდის მაგა. იქითაც სხვა არის. ესენი სარემონტოდ არის შემოყვანილი, ეს 3 ჩვენია, რიგი, pump truck-ი 5 ტონიანი და უკან dog house-ი აქვს. 2 კვირაში გამოგვივიდა 164 საათი, ანუ კვირაში 82 საათი დაახლოებით. -22-ზე დაბლა არ ჩამოსულა არც ერთი დღე, -42 იყო 2 თუ 3 დღე, გარეთ მუშაობა სულ. და საათებს დამატებული გაჩნია რამოდენიმე სხვადასხვა საიტზე ვიყავით და დღეში ეხლა ეს ბოლო სამუშაო სადაც იყო 1 საათი ერთი მხარე იყო, 1 საათი უკანა მხარე მოგზაურობა. გამარჯობა ყველას. აი ხანია ვიდეო არ გადამიღია. ჯერ პირველი მიზეზი ის იყო, რომ ინავამ გავგიჯდი სახში დომისაგან. მერე ის იყო, რომ 20 დღე გავჩერებლად მუშაობ. უცებ მოგიყვებით ახალ სამსახურზე, ალბათ ბევრს აინტერესებს. პირველი შესწორება, ესე ვთქვათ, რასაც ვიტყვი იქნება ის, რომ დრილინგის რიგზე არ მუშაობ, ეგ ჩემი შეცდომა იყო, მე თვითონაც არ ვიცოდი სად მიდიოდი, მუშაობ სერვის რიგზე. ეს ნიშნავს სერვის რიგი. ანუ ყველა იმ ნავთობის რიგზე, სიტყვაზე ნავთობი იქნება თუ გაზი. ყველა სერვისი უნდა რაღაც პერიოდის მერე, ან რამე თუ გაფუჭდა, ან თუ ამ საბადოს ლუქავენ, ასე შემდეგ. მაგას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ დალუქვა, შერემონტება, ეგ არის ინგლისურად არის workover-ი, protection-ი და sealing. Sealing-ი არის, როცა ვაცემენტებ მთლიან არ ვიცი ქართულად როგორ არის საბადოს. მუნ workover-ს ხმარობენ, როცა რაღაც გაფუჭდება, ან სიტყვაზე ტრუბა აპარებს მილი, ან რაღაც როდს არის გაფუჭებული, არ ამოდის იმდენი ნავთობი და გაზი, რამდენიც უნდა ამოვიდეს. მივდივართ ჩვენ, ვაყენებთ ჩვენ რიგს. თუ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთებთ ჩვენ, თუ არა მოდიან სხვა კომპანიები, როგორც არის wireline, sea fracking-ი, scooping-ი, fishing-ი, ასე შემდეგ და ისინი აკეთებენ თავის გასაკეთებელს, სანამ ჩვენ იქ ვართ, ან ჩვენ გარეშე ისინი ვერ აკეთებენ და არ მუშაობენ. ხო. 4 თვეა უკვე მუშაობ. თავიდან იყო ესე 3 დღე ვმუშაობდი, 4 დღე დავისვენებდი
2 დღე ვმუშაობდი, 2 დღე სახლში ვიყავი, ანუ არ არის ისე რომ პატარა კომპანია რო არის, არ არის ძალიან დაკავებული დიდ კომპანიებში, სადაც სიტყვაზე გეტყვიან რომ 21 დღე მუშაობ, გაგზავნიან ან კამზე, ან სასტუმროში ცხოვრობ და მე ერთი კვირა სახლში ხარ. აქ არ არის ამ ხართ მასთან, რაფნეკი რო ხარ და მწვანე რო ხარ, green hands ოძახიან. შენს დიდი მოთხოვნა არ არის რა, ანუ თუ ხარ დერიკმენი ან დრილერი, უკვე შეგიძლია სხვა ჯგუფებთან ერთად იმუშაო და შენზე სულ არის მოთხოვნა. მერე იყო რომ 22 დეკემბერს რო ვიმუშავე, 19 იანვრამდე აღარ მივმუშავე და აი ეგ იყო ის მომენტი, რომ დავფიქრდი, რომ საერთოდ ღირდა თუ არა, მე ხო არ ვუშვებდი რამე შეცდომას სამსახურში. მივედი ოფისში და ველაპარაკე, ანუ მეთქი ამ ხელათშლება გავაკეთე ჩემ ცხოვრებაში ამ სამსახურის გამო თქო და რა ხდება თქო და არა უბრალოდ ჩვენ არ ვართო ბიზიო რა. და სადღაც მე მგონი 21-ში რო გავედი, 21-ში ნუ მოკლედ რომ არ მახსოვს რომელი იანვარს გავედი, დღეს არის 16, 15-მდე ვიმუშავე, 20 დღე, ანუ ესე იგი 26 იანვარს გავიდოდი სამსახურში, ახლა 20 დღე გამოვიდა, საერთოდ გავიჩერებლად და დღეში მგონი 2 დღე გქონდა 8 საათიანი, 1 დღე გქონდა 6 საათნახევრიანი, დანარჩენი იყო 10, 12, 13, 14 საათები. ჩემდა სამწუხაროდ ეს 2 კვირა სულ -30-ზე დაბლა არ ჩამოსულა და ეს პერიოდი სულ მუშაობ გარეთ ციცივეში. ვიდეოში გითხარით, რომ $28 დავიწყებდი და 3 თვეში 34 მექნებოდა და 6 თვის მერე 36. ზუსტად დაწყებიდან 3 კვირაში მომივიდა მესიჯი, რომ $34 გაქვს ხელფასი უკეო, არ ვიცი რა მოხდა, რატო. და ახლა 4 თვე გავიდა. რამოდენიმე დღის წინ მქონდა მოკლე დღე და ოფისში დამიბარეს, მომცეს ეს თქვა წიგნი. არის Canadian Association of Energy Contractors Service Recompetency Assessment Guide. Floor handies. ცოტა არ არის. ეს უნდა ვისწავლო, მე შევაბარებ და $36 მექნება ხელფასი. მე მგონი წინა ვიდეოში გითხარით, რომ 8 საათის მერე 1.5 სიხდიან, ანუ სიტყვაზე 8 საათი თუ ვიმუშავები გადამიხდიან ახლა $34 საათში და მერე მექნება 51, ანუ 12 საათი თუ ვიმუშავებ 12 საათიდან 8 საათი $34, 4 საათი $51. ხო, ეგარი პლუს მაგას გვიხდიან traveling times. თუ სიტყვაზე რიგი მიყვავს სადმე, ანუ ეს 3 მანქანა, რომელიც აუცილებელი არის სამუშაოზე, მაშინ გვიხდიან რომ ვითომ მუშაობთ, ანუ $34 მე. მაგრამ არის პერიოდი, რომ ერთი და იგივე ობიექტზე მაგალითად 10 დღე ვიმუშავოთ, ეს ყველაფერი რჩება იქ და დრილერს თავისი მანქანით, ანუ კომპანიის მანქანით დავყავართ, წინ დავუკან და მაგ შემთხვევაში ჩვენ საათში გვიხდიან $20. დრილერს უხდიან $20 პლუს კილომეტრაჟი, იმიტომ რომ დრილერის მანქანაა და როგორც კომპანია ისე ხმარობს. ხელფასებს რაც შეეხება, ან floor hands მე 36 გაქვს მაქსიმუმი, დერიკმენს აქვს 42 თუ 53, დრილერს აქვს 51 და რიგ მენეჯერს $65 საათში. ეს არის სერვის რიგის ხელფასები. შეიძლება სხვადასხვა კომპანიაში $1 მეტი არის, ან $5 მაქსიმუმ, მაგრამ ჩემთან ესეა. ხო, თვითონ სამსახურსაც შეეხება. თუ ჩემნაირი პეწინა ხართ და არ გიყვართ ჭუჭყი, ტალახი, ნავთობი ტანსაცმელზე, არ აქვს მნიშვნელობა სამუშაო ტანსაცმელიად რაც არის, თავიდან გაგიჭირდებათ. იყო მომენტი, რომ ფერმაზე ვიმუშავეთ, სადაც გაყინული მიწა იყო.
wellhead-ი იყო გაყინული და boiler-მა რო დაადნოს თოვლი და ყინული ზემოდან ძროხის ფსელის სუნი იყო იქ, მაგრამ ხელთათმანები coveralls დისტანსაც მე რაც გავიხადე იმ დღეს გადავყარე. მაგას უნდა მიეჩიოთ, აგერ ხელებს ზამთარში რო გეყინება, გისკდება და ჭუჭყის ამოღება ძნელია და ხელებს ხანდახან მე მგონი დავიქვია ჭურჭლის სარეცხი რო არის იმით ვიბანა, ანუ მაგას გაითვალისწინეთ. მერე ძალიან ფიზიკური სამუშაო არის. პირველი ალბათ თვენახევარი, ოღონდ გადაობის გარეშე ვიძახი, არავის არ გაშინებს, უბრალოდ გეუბნებით, ანუ ეს რო ვცოდნო და მაინც დავიწყებდი ამ სამსახურს. პირველი თვენახევარი საწოლიდან ვერ დგებოდი. ანუ აი წამოდგომა მიჭირდა, მართლა გადმოვკოტრიალდი რამოდენიმეჯერ და ისე ავდექი, ნასკებს ვერ ვიცმავდი, იმიტომ რომ ყველა კუნთი მткиოდა. აი კი არა, ტელეფონზე რო თამაშობ, გზაში რომ მივდივართ, აი ეს კუნთები, აი ესე რო თამაშობ, ვერ თამაშობ ტელეფონზე, იმიტომ რომ აი ეს კუნთები მткиვა. დარბაში დადიხართ, დარბიხართ, ჭიდაობთ, ბოქსზე დადიხართ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისეთ კუნთებს გამოიყენებთ, რომელიც ცხოვრება არც კი იცოდით, რომ საერთოდ არსებობდა. აი ეხლა ეს რაღაცა ესე მეტკინებოდა, ვერასდროს მაგას ვერ დავიჯერებდი. ფიზიკურად ძალიან ძნელი სამსახურია. მშენებლობაზე მიმუშავე, ესეთი ძნელი არ იყო. მაგრამ ნორმალური ხელფასი არის, თუ სტაბილური სამუშაო არის, აი ყოველდღე 12 საათი იყოს და 21 დღე იმუშაო, კარგ ხელფასს აიღებ. კანადური ესე ვთქვათ, ხელფასის მიხედვითაც საკმაოდ კარგ ხელფასს აიღებ. რაც ზემოთ ადიხარ პროფესიით, მით ნაკლებს მუშაობ ფიზიკურად, სიტყვაზე რიგ მენეჯერი ხარ, საერთოდ არ გამოდის ოფისიდან. ძის თავისთვის წყნარად ვშვიდეთ. მაგრამ რაღაც რო ტექნიკურად მიდის, უკვე სამხრეთით, ცუდად, ანუ მერე უკვე ის გამოდის და ისაკეთებს ყველაფერს. სხვა რა, ხო. პატარა ქალაქში თუ მუშაობთ, როგორც რედირი არის სიტყვაზე, გაითვალისწინეთ, რომ მუშაობთ სერიოზულ ასისტებთან, ანუ სერიოზული. იმ დონეზე, რომ ბიჭებმა თქვეს, რომ ანუ ვინმე რომ მოვა, ანუ ინდოელებზე აქვთ უმეტესად გაჭედვა და ჩვეულებრივი ამბავი არისო, რომ პირველივე დღესო ისე ვექცევითო, ანუ განა პირადულად რა, სამსახურში ისე ვექცევითო, სამსახურებრივად ისეთ რაღაცებს ვავალებთო ძნელს და იმასო, რომ quitting როგორ არის ქართულად? ხო, ერთი დღის მერე უკან აღარ ბრუნდებიანო რა, მოკლედ. ეგ იცოდეთ, რომ ეგ შეგხვდებათ. დაყვირება ჩვეულებრივი ამბავი არის, დამიჯერეთ 34 წლის ვარ და გამიჭირდა, მართლა გამიჭირდა, რომ ვიღაც ჩემზე დიდი ან პატარა უცხო მიყვირის. მაგრამ რო დაფიქრდე, ანუ რეალურად ახლა რაზე დამიყვირეს პირველი დაყვირება გითხრათ. Wireline-ი რო აკეთებს სამსახურს, ის კაბელი თუ გაწყდა, გამჭრის შუაზე. არ აქვს მნიშვნელობა ძვალი ხორცი, ის თუ გაწყდა, ჩათვალეთ, რომ ის კაბელი გამჭრის შუაზე. იმის ქვემოთ გავლა არ შეიძლება. ესე მაღალზე გადის რა. გამაფრთხილეს. ერთხელ გავიარე, ისე მიღრიალეს, რომ შემეშინდა კაი მეოთხარი. ერთი დღეში სამჯერ გავიარე. უბრალოდ დამავიწყდა. ხდება. ბოდიში მოვიხადე. ჩემი სიამაყე გადავყლაპე, იმიტომ რომ ვიღაცამ დამიხრიალა. მესამე თუ გადამიარეს, მაგრამ მასეა. ანალოგიურად სიტყვაზე მილები, რომელსაც ვდებთ, მაგაზე ხ ჩემ თანამშრომელს დაუყვირეს გუშინ, მამამისმა დაუყვირეს, სხვადასხვა მამამისი არის რიგ მენეჯერი და ეს ეხა გამოვიდა 2 კვირა მუშაობს რაფნეკად იგივე პოზიციაზე, რაც მე ეხა დაიწყო. და ამ მილებში, აი ამ ხელას დაახლოებით რკინას ატარებენ, რომ შიგნით რამე ხო არ არის გაჭედილი. რომ წარმოიდგინეთ 10 მეტრიანი ტრუბა მილი. ეს ადის სიმაღლეზე და იქიდან ჩამოდის ამ სისწრაფით.
ის რომ ფეხზე მოგხვდეს, წაგაცლის ფეხს. ამიტომ რომ გიჭირავს, გვერდით უნდა გეჭიროს და ბოლო უნდა გადიოდეს გარეთ. კარგად დაახლოებით 9 მეტრ ალბათ. ამას ახლოს ქონდა ფეხთან ის რომ ფეხს დაგეცეს მიუხედავად safety boots-ებს, ხო, ანუ უსაფრთხოების რაც არ რკინას, იმას მარტო წინ აქვს რკინა. ცოტა ზემოთ თუ მოგხვდება ტყავი, არ აქვს მნიშვნელობა, წაგაცლის ფეხს მოკლედ რა. მას რაღაცეებზე გიყვირიან. არავინ არ ტყნართ, არავინ არ აგიხსნის, პირდაპირ აი გიღრიალებენ. ეგ გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, კაცურ მეობას ცოტა ისე ეხება რა, ანუ მართლა გამიჭირდა მაგის მიჩვევა, მაგრამ ნუ მართლები იყვნენ. სხვა რა ისეთი არაფერი. რაღაც ვიდეოები მაქვს გადაღებული და მაგებს დავდებ. ჯერ კიდე ვიდეოს გადაღება არ შეიძლება. თუ ოდესმე დამთესნება გაჩვენებ მთელ პროცესს. rig up-იდან rig out-ამდე. ხო, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესია გავიგე 4 თვეში, ძალიან ბევრი. ისეთი პროფესიები, რომელსაც არც უმაღლესი განათლება უნდა, არც არანაირი კურსები არ უნდა, გარდა იმისა, რაც მე მაქვს, ანუ ეგ სტანდარტული არის ყველასთვის. დაახლოებით 1 ან 2 წელი გამოცდილება უნდა იგივე პოზიციაზე, რაც მე მაქვს და ნაცნობობა. პროფესიას ქვია tool handy. მაგალითად Triton არის ესეთი კომპანია. და გამოველაპარაკე ერთ-ერთ Triton-ის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენ საიტზე იყო. და ნორმალურად ამიხსნა ყველაფერი, ანუ ერთი დღის ეს როგორ ვთქვა, დღიურად უხდიან. დღეს შეიძლება იყოს 2 საათიანი, შეიძლება იყოს 16 საათიანი. დღეში უხდიან $1,600. 1600, ბოდიში $1,300. 1300-დან სადღაც 800-850 მაქვს სახში. ეგ გაყენებს ალბათ კანადის მოსახლეობის 5%-ში, ვინც მაგ ხელფას შეავლობს. არა ბიზნეს, არამედ ხელფას. ანუ ძალიან დიდი ფული არის რა. $850 4 მილიონამდე ადიხარ. მეოთხედი სადღაც 200-დან 300-მდე მერყევს გაჩნი რამდენ დღეს იმუშავე. ძალიან მაგარი ხელფასი არის. და ტიპმა ანუ მეთქი ანუ როგორ თქო რა გამოცდილების გარდა რა არის საჭირო და ვიღაცას უნდა იცნობდეო. ანუ ესე მითხრა family and friend definitely helps. თუ იცნობ ვიღაცას, ან ეხა მე რო ვიყო და მყავდეს მეგობარი, რომელსაც ვენდობი. გიჟი ვარ, ვიღაც სხვა ვიყო, ანუ ამ ხელფასი მივცე ხო? ანუ ჩვეულებრივი ლოგიკურია ესე თქვა რა. სხვა კიდე რა სამსახურში. ხო გაითვალისწინეთ. გშიათ, გწყურიათ, ტუალეტში გინდათ. რიგი რო დაიწყებს მუშაობას, ანუ სიტყვის ტურბების ჩალაგებას, შეიძლება 5-6 საათი არ გაჩერდეს. შენს გამო შესვენებას არავინ არ აიღებს. რაც უფრო მეტჯერ მოითხოვ შესვენებას, ანუ შესვენებებს გაძლევენ თვითონ რა, მაგრამ შენ რო ითხოვ, ნაკლებად ანუ როგორი თემა იცი, აღარ წაგიყვანენ. მერე სხვა ჯგუფთან გადაგანაცვლებს კომპანია, იქაც აღარ წაგიყვანენ, მერე სხვა და მერე შენ თვითონ წამოხვალ უკვე რა. ანუ შესვენება რო გაქვს ბოლომდე გამოიყენეთ. ტუალეტია, ჭამა, წყლის ბოთლი, ყველას ანუ უკანა ჯიბეში უდევთ ჩვეულებრივი წყლის ბოთლები და რომ მუშაობისას მოგწურდა, ამოიღე დალია, გააგრძელა მუშაობა. ხო, ეხა spring breaks ეძახიან აპრილის ბოლოდან ივნისის 10 რიცხვამდეა მე მგონი. როცა road months მოდის, ანუ გზის ბანები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე ტექნიკა, ყველა გზაზე არ შეიძლება სიარული რა. და თუ გადაადგილება არ შეგვიძლია, შესაბამისად არ მუშაობთ. თუ სხვა ქალაქში გაგზავნიან სამუშაოდ, სასტუმროს გიხდიან და $70 გაძლევენ cash, ანუ tax free საჭმელისას ყოველდღიურად. კიდევ მეორებ, ძალიან ძნელი სამსახურია ფიზიკურად, მაგრამ აი ეს ყველაფერი რომ ცოდნოდა
4 თვის წინ, მაინც იგივე სამსახურზე წავიდოდი. იმიტომ რომ მეტი მომავალი აქვს ამ პროფესიას, ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცის გაკეთება შეიძლება. ეს პრობლემა ის არის, რომ ნახეთ 9 ვეძებდი თითქმის სამსახურს და ქალაქი შევიცვალე სამსახურის გამო. და მაგას ყველა ითხოვს რა, ანუ უმეტესად ეს სამსახური არის რედირში, გრამპერიში ბევრი ხალხი იყვნენ, სასკაჩევანის რომელიღაცა ლოიდმინსტერი, სასკაჩევანი ალბერტა საზღვარზე არის, ლესბრიჯში, ფორტ-მაგში ზემოთ და უნდათ ლოკალები რა. არის ესეთი დიდი კომპანიები, როგორც არის სიტყვაზე PD, Precision Drilling, რომელსაც დრილინგის განყოფილებაც აქვს, well service-იც აქვს და wireline-იც აქვს. არის დიდი კომპანია Savannah Drilling თუ არ ვცდები, ანალოგიურად იმათ აქვს დრილინგი, well service-ი და well testing-ი აქვს. იმათი ოფისები არის ედმონტონშიც, კალგარიშიც, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ედმონტონში ცხოვრობს მილიონზე მეტი ადამიანი და ოთხოვნა ძალიან დიდია ესეც სამსახურზე. რედირში ცხოვრობს 130,000 ადამიანი. შესაბამისად, ოთხოვნა ნაკლები არის და მეტი ხალხი აქ აყავთ. კომპანიის უფროსი, ეს წიგნი რომ წამოვიღე კომპანიის უფროსი, ველაპარაკეთ მაშინ და ის იძახდა, რომ ან კომპლიმენტი მოგცა მე და კიდე ერთი ვიყავით ახლები ვინც ვართ, ის ერთი თვით ჩემზე ადრე დაიწყო. ხო და კარგები ხართო რა, ანუ რო დარჩითო და მე ჩემ აზრში, ანუ ჩემ თავში ისევ ისე მგონია, რომ ყველა ეძებს ამ სამსახურს და არაო. შარშანო 20-24-შიო 110 ახალი ადამიანი რაფნეკი მარტო მოვიდაო, გავატარეთ ორიენტაციაო, თითო ადამიანის ორიენტაცია $400-მდე ჯდება, ანუ $44,000 დავხარჯეთ. $44,000 დავხარჯეთ მაღაზიაო. და მარტო 30 კაცი დარჩა. ანუ 60%, $54,000 დაიკარგა. ორიენტაცია გაიარეს და გაქრა ის ხალხი. არ არის ყველასთვის ეს რა, ანუ ეს ხელფასი და ფული tempting როგორ არის, ანუ ყველას უნდა, მაგრამ რეალურად რო ხედავ რა არის სამსახური და ამდენად ძნელია, ხალხი მოდის რა. დამიჯერეთ სხვანაირი ბრძოლები მქონდა, მეც -40 რო იყო და 14 საათი გარეთ მუშაობ. ანუ ფიზიკური ერთია და მე მენტალური. ხომ დანარჩენი ეს არ ვიცი, ან ამ ვიდეოს წინ დავდებ, ან მე სამსახურში რაღაც პატარა ვიდეოები მოკადაღებული. და ოდესმე შანსი თუ მომეცემა იმის, რომ მთლიანი პროცესი გადავიღო, აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებთ. იმედია მოგეწონებათ, ვინმეს რამე კითხვა თუ გაქვთ ამ პროფესიასთან დაკავშირებით. მოიწერეთ კომენტარებში, არ მეზარება პასუხი. და წარმატებები, ჯერ მე არც ედმონტონში, არც კალგარიში არ მეგულება ვინმე რობალ სერვისინგზე მუშაობდეს. ვიცი ერთი ბიჭი ედმონტონში, რომელიც თუ არ ვცდები NCSO არის, მაგრამ მაგას უნივერსიტეტის განათლება უნდა სპეციალური და ძალიან მაგარი, კარგი ხელფასი გაქვს, ჩემზე გაცილებით მეტი. ხო რა, ნელ-ნელა იმედია რომ ერთ წელში დერიკმენი გავხდები და ან სხვა პროფესიას შევიძენ, იგივე ნავთობში რა, ანუ ერთი მართლა თავის შეყოფა არის და მერე უკვე კომუნიკაცია თუ შეგიძლია ხალხთან ბევრ ამის გაიგებ და გზას გაიკვლევ რა.